იმიტომ რომ ბევრი დეტალია ისეთი, რომელიც სჭირდება ადამიანს, მით უმეტეს ისეთ ადამიანს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შრომობს და მრავალსაათიანი შრომა უწევს, ოფისში იქნება თუ ოფის გარეთ. კი, ნუ დილას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორ დავიწყებთ იმისთვის, რომ მთელი დღე შემდეგ იყოს ენერგიულები და დილას ალბათ მაყურებელს არ გაუკვირდება თუ ვეტყვით, რომ უნდა დავიწყოთ ჭიქა წყლით. მოკლედ, აუცილებელია, რომ დილა დაიწყოთ წყლის დალევით, რადგან ორგანიზმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს სწორედ დეჰიდრატაცია. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და თუნდაც ერთი ჭიქა წყლის დალევა გამოაფხიზლებს თქვენს სხეულს, ტვინს, ამ დროს კარგად იცით, რომ უმჯობესდება ჩვენი კონცენტრაცია, განწყობა და შეგიძლიათ რომ წყალში ასევე დაამატოთ ცოტა მარილი. აი გარ ვიცოდი, სხვათა ლიმონი ვიცოდი, მაგრამ მარილი ლიმონსაც ძალიან ბევრი ადამიანი ამატებს, მაგრამ მარილიც შეგიძლიათ რომ მცირე რაოდენობით დაამატოთ იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის კარგად შეწევა და შემდეგ უკვე ახალი ენერგიებითაც ავსოთ. კიდე ერთი მომენტია, ლიმონი არ შეიძლება ბევრი დოზით რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ლიმონმა. კი, ამის ასე ვთქვათ, შეგვიძლია ის თავისუფლად ჩავანაცვლოთ უკვე მარილით. ნუ ეს რა თქმა უნდა, თუ უბრალოდ ჭიქა წყალს მივირთმევთ, ესეც თავის საქმეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად გააკეთებს და რა ხდება უკვე როგორია შემდეგი საფეხური. მას შემდეგ რაც მივირთმევთ ჭიქა წყალს, იმისთვის რომ უკვე მთელი დღე ამ ენერგიებით უზრუნველყოფილი იყოთ, აუცილებელია რომ დილა დაიწყოთ ასევე დაბალანსებული საუზმით, გაღვიძებიდან სადღაც 2 საათის განმავლობაში. საუზმე ასევე გეტყვით, რომ უნდა შეიცავდეს პროტეინს, შეგიძლიათ მიირთვათ კვერცხი, გარდა ამისა შეგიძლიათ მიიღოთ იოგურტი, ნახშირწყლები არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორც არის მაგალითად ხილი, ბურღულეული და თქვენი არჩევანი ასევე შეგიძლიათ შეაჩეროთ ჯანსაღ ცხიმებსაც, როგორც არის აი მაგალითად აქ ავოკადო, თხილი, რომელიც ასევე გვეხმარება რომ დღის მანძილზე ავისოთ საჭირო ენერგიებით და ეს ყველაფერი უკვე დააჩქარებს მეტაბოლიზმს და თქვენს საჭირო ენერგიები დღის ასე ვთქვათ დღის განმავლობაში კარგად გაგვყვებათ. ეს არის ის პირველი ორი საფეხური, რომელთაც ვიწყებთ ჩვენს დღეს, როგორც თქვით, დაბალანსებული კვება, ჭიქა წყალი და მზადვართ უკვე შემდეგი საფეხურისთვისაც ჩემო ლაშა. კი, აქ ერთი მომენტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ აკო, პირველი ის დილა რასაკვირველია უნდა დავიწყოთ ზუსტად ისე როგორც თავად აღწერე, მაგრამ შენ ასე დილას? იცი რა, რო გითხრა ეხლა, უნდა მოვიტყუო მაშინ. არ ვიწყებ, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად სხვანაირად ვიწყებ და მე მაგალითად წყალს თვითონ ორგანიზმი თითქოს მხოლოდ. აი, წყლის თემა, მე ვთვლი, რომ მე საერთოდ მიმაჩნია, რომ წყალზე მაგარი სასმელი არ არსებობს, იმიტომ რომ დღის განმავლობაში რამდენადაც მე ვიცი, რომ საერთოდ სასურველია, რომ ადამიანმა დაახლოებით 3 ლიტრი წყალი მიიღოს დღის განმავლობაში და ეს სავსებით ნორმალურია და ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ ბევრ პოზიტივს აძლევს ადამიანის ორგანიზმს. ვერ ვიწყებ ნამდვილად, გამოგიტყდები, ვიწყებ აბსოლუტურად სხვანაირად და იმაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ გვეტყვი, არ გაგვიმხელ. თამბაქოა და თამბაქო აქ მოსატანი არ არის. ძალიან არასწორად ვიწყებ, თუმცა ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხდება წინა ღამეს, ანუ ძილის თემა, იმიტომ რომ ეს თუ ადამიანში მოწესრიგებული არ არის ზოგადად და არ არის არძინავს ნორმალურად, თქვათ პირობითაც საძინებელში შესვლისას ჯერ გაჯეტებით არის მისი გონება გადატვირთული ცალკე ტელევიზორი ჩართული ცალკე ის თვალი იღლება გონება იღლება სხეული და შემდეგ შვიდ ჩაძინებასაც ვეღარ ახერხებ და ეს მოქმედებს. იქ კიდევ არის ისეთი თემები, როგორიც არის მაგალითად შუქი ელემენტარულად, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ალბათ არსებობენ ადამიანები, ვინც პირიქით დაბალი ელექტროენერგიის გამოყენებით იძინებს. შეიძლება ასეთებიც არიან ტელევიზორი ჩართული როცა აქვს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ვნებს უკვე თვითონ ძილის პროცესს და ეს სრული სიმშვიდე არის ყოველთვის სასურველი და კომფორტული ზონა, ასე ვთქვათ. ჩაბნელებული ოთახი, გამორთული ტელეფონი, გამორთული ტელევიზორი და აი ამ მდგომარეობაში უკვე მშვიდ ჩაძინებას ვახერხებ. ხო, რაც შეეხება ტელეფონს, ინტერნეტს და მსგავს რაღაცებს, ეს
ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ მე სოციალურ ქსელებში არა ვარ, ამასაც გამოვტყდები და ვიტყვი და რატო? იმიტომ კი არა რომ რაღაც სხვანაირად უყურებ. არა, უბრალოდ ფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს ჩემთვის ნეგატივის მომტანი იყოს, თუნდაც ძილიდან გამომდინარე, თუნდაც მთელი დღის ხასიათიდან გამომდინარე, ხო, უამრავ ინფორმაციას იღებ, ბევრ არასასურველს და უფრო ვცდილობ, რომ და ურჩევდი ადამიანებსაც იმას კი არა რომ გააუქმონ. უბრალოდ ურჩევდი იმას, რომ ნაკლებით რო გაატარონ ღამე განსაკუთრებით ჩაეძიებიან ამ ყველაფერს, ხო, და დაძინებამდე 1 საათი ადრე მაგალითად უბრალოდ გათიშონ ყველაფერი და გადაეწყონ იმ პროცესზე, რომელიც მათთვის არის პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი და ასევე დილას, როდესაც ადამიანი იღვიძებს პირველი რას აკეთებს, თაკო, გარბის ტელეფონთან, Facebook-ი, ალბათ სხვა დანარჩენი პლატფორმები და შესაბამისად განსაკუთრებით ეს მინდა რომ პატარა თაობას უთხრა, ნუ შეეჩვევიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, კარგი და პოზიტიური რაღაცები, რითიც შეუძლიათ რომ მათ დილა დაიწყო. ამ ეპოქის მე ვიტყოდი ესე თავარი და ყველაზე ძირითადი გამოწვევა სწორედ ეს არის. ჩვენ ხო აქ ვსაუბრობთ იმაზე, გაუქმებაზე. არა, უბრალოდ დოზების შემცირებაზე ისე თქვენთვის იქნება, ჩემი აზრით, ჩვენი აზრით, უпростоრეთ კარგი და მისაღები. აი, შემდეგი საფეხური მაინტერესებს თუ შეგისრულებია ოდესმე, როგორიც არის მაგალითად მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები და ასე თუ გაგიღვიძია ოდესმე. ხო, აი მაგარი რთული კითხვა. მედიტაციასაც შეეხება. ხა მე რო ევცადო შეიძლება ძალიან სერიოზული ტრავმები დამისრულდეს ეს ყველაფერი. იოგა, მედიტაცია და ხო. ასე შემდეგ აქაც გამოგიტყდები და ვიტყვი. თუმცა იყო დრო, როდესაც პირადად ჩემთვის ყოველი დილა იწყებოდა აქტიური ვარჯიშებით, მაგალითად იგივე სირბილი და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ასე აღარ იწყება. ნუ ყოველ შემთხვევაში მაყურებელს ვეტყვი, რომ დილით მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები სხეულს ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ გაანთავისუფლოთ ის სტრესისგან, ასევე თქვენი განწყობა გაუმჯობესდება და თავსაც ძალიან კარგად იგრძნობს და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის არის თურმე ძალიან ცოტა დროც კი საკმარისი, რომ ეს ყველაფერი დაგეხმაროთ და დღეც უკვე დადებითი ენერგიებით დატვირთულმა დაიწყოთ. შემდეგ ლაშე რაღაცა თქმა გინდოდა. აი, ერთი ფოტო იყო, ქალბატონი დგას ერთი ფეხი ცოტა ასე ეგ პოზა რომ აუცილებლად ტრავმატოლოგიურში მოხდები ზუსტად ვიცი. ამიტომ მირჩევნია ეს აი ამ მდგომარეობაში. კარგი, სადაც ერთ ეთერს ჩვენ პროდიუსერებს ცოტა მომემზადები და ცოტა სუნთქვითი ვარჯიშები რომ ვისწავლოთ სტუდიაში და მედიტაციებიც რომ გავაკეთოთ ლაშასთან ერთად. ეს რომ არ უნდა სხვანაირად არ შეიძლება. მე ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ლაშა და მედიტაცია ერთად საეთეროში შემოქმედებით გუნდსაც კი აინტერესებს. მოვაწყოთ ეჭვმაც მალე ვნახავთ ამ ყველაფერს ერთად. სადაც საცივი მასწავლეთ, საცივის გაკეთება, მე არ ვიცი. სადაც ზოდიაქოთი დაგაინტერესებს ზოდიაქოთი და კიდე ხო უამრავი რამ. იქაც მედიტაცია რამბოსატანია. არც ეგ იქნება პრობლემა. კარგი, რა ხდება შემდეგ? შემდეგ, ესე იგი, დილით გამოვიდნენ შემდეგ, ხო, იმისთვის რომ ეფექტურად გამოვხიზდეთ, ამის შესახებ ჩვენ ნაწილობრივ ვარჯიშე და შენ განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ამ ვარჯიშთან მიმართებაში, თუმცა ეს ვარჯიში თავისთავად ცხადია, კარგია, თუნდაც იგივე სახლიდან გავუსვლელად სახლის პირობებში თაკო და არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც ტალახაძის მსგავსად 225 კილო შტანგა აწიონ, ხო, შეიძლება ისე გააკეთო ეს ყველაფერი, რომ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი სპეციალისტები დამეთანხმებიან თუ არა, შენ დამეთანხმები თუ არა, ვარჯიში პირველ რიგში შენთვის უნდა იყოს სასიამოვნო. როდესაც აი ეს ვარჯიში უკვე სხეულისთვის ეს არ უნდა იყოს სტრესი. ამას ვამბობ, აი, როდესაც უკვე დაღლის მიმართულებით მიყევ ხარ ვარჯიშს, სასიამოვნო დაღლა სხვა ამბავია. ეს არ უნდა იყოს იქამდე მიმყვანი, რომ ორგანიზმი გადაიწვას ისე, რომ მე სამსახურში რომ მოხვალ არაფრის დავიალ არ უნდა გქონდეს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. კარგი, მუსიკაზე რა სიტყვა? იჯდები მუსიკაზე ძალიან მიყვარს, არა, დილით არ ვდაო. აბა ჩართე მოსინჯე, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, დილით საყვარელი მუსიკის დაწყება ძალიან კარგი საშუალება და მეთოდი არის და მოძრაობაც, რომელიც დილის პოზიტიურად დაწყების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წარმატებული მეთოდი არის და თქვენ შეგიძლიათ მოსინჯოთ. ძალიან მაგარი რჩევა. მე სხვა შორის დაკვირვებული ვარ, რომ როდესაც საყვარელი მუსიკით ვიწყებ ხოლმე დილას, ის დღე რაღაცნაირად მართლა ყოველთვის პოზიტიურად გრძელდება.
იცნება ხოლმე, არ ვიცი, ნუ მუსიკა მე თავის არ საქმეს მიცდია, ვცდი აუცილებლად, ხო. ეგ ძალიან მაგარი რჩევაა და მე უბრალოდ ერთს ვიტყვი, ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ და სამწუხაროდ, მე მაინც სამწუხაროდ ვიტყოდი, ისეთი ზოგადად რაც ჩვენ ცხოვრობთ, ისეთ გარემოებაში ვართ, რომ სულ რატომღაც მაინც მთავარ პრიორიტეტული თემა არის ის, რა ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, დილა, როდესაც ჩემი დილა იწყება, ვიცი საინფორმაციოების დროები და ანუ ვთავ იმას, უბრალოდ რა მოხდა ღამე ქვეყანაში, რომ ეს გავიგო. თუმცა ამ ყველაფერს თაკო, როგორც არ უნდა დავიწყო დილა. ნუ ამ ყველაფრის გარეშე ხო შეუძლებელია ჩვენ დღე დაიწყოს ეს ძალიან ბუნებრივი არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხანდახან შეგვიძლია კარგი განწყობაც ჩავანაცვლოთ. ხანდახან არა, თუ ეს წესად დაინერგება, მე ვფიქრობ, რომ გადასარევი. მე ის რას ვისურვებდი, აი ისე გვეცხოვროს, რომ აი, კარგად არის ყველაფერი, არ ინერვიულობ. გადავრჩით, რაც თავარია, ხო. გადავრჩით კი. კოფეინზე უნდა გადავიდეთ, თაკო, იმიტომ რომ გადავიდეთ კოფეინზე. ხო, კოფეინის გარეშე წარმოუდგენელია ალბათ თითოეული ადამიანის დილა და დღის დასაწყისი ბევრს მოიხმარს, რაც თავისთავად ხადია, რომ არ არის მისაღები, იმიტომ რომ ორგანიზმს ყველაფერი რაც ზედმეტია ის ვნებს, ასე რომ შეეცადეთ დილით კარგია კოფეინი, თუმცა შეეცადეთ რომ იმ დოზით მიიღოთ, რომელიც თქვენ ორგანიზმს სჭირდება. სჭირდება, ნამდვილად ასეა. და კიდევ ერთი რჩევა არის, რომელიც შეგიძლია რომ უთხრა მაყურებელს, აი მიყვება სარეკლამო პაუზის დროს. კი, ეს და შემდეგ მე უკვე მზის სხივებთან დაკავშირებულ რჩევას. დაგეგმარებაზე ვსაუბრობთ, ხო, ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში მე მგონი დაგეგმარებაზე როგორ უნდა დავგეგმოთ დღე და მე მაგალითად ამასაც გეტყვი, მაქვს ჩემი წიგნაკი, სადაც უბრალოდ ვიწერ წინა დღეს რა, როგორ და რანაირად უნდა გავაკეთო, იმიტომ კი არა რომ მეხსიერების პრობლემა მაქვს. არა. საწერი კალმით. მართლაც არ ვიცოდი. აი რაღაცები არის, რაც არ ვიცი ვაშეს შესახებ. თქვა თქვის ხანიდან ვარ, მაგრამ ნუ ეს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ისეთი მომენტი, როდესაც ტელეფონი ხელთ არ მაქვს და შესაბამისად მაქვს რაღაცა განრიგის მიხედვით, რა საქმე მაქვს გასაკეთებელი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. და მაყურებელს კიდევ აქვე ძალიან მოკლე პატარა რჩევას ვატყვი, რომ აუცილებელია ასევე დილის დაწყება სინათლით და ეს ნამდვილად პოზიტიური ენერგიით დაგმოხტავთ, იმიტომ რომ მზის სხივები ვიცით, რომ D ვიტამინს გამოყოფენ და აუცილებელია ეს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და ენერგიისთვის შესაბამისად შეგიძლიათ რომ გახსნათ ფარდები, როგორც კი თქვენი დღე და ახალი დილა დაიწყება. მე დღევანდელი შენი შესავალის მერე შენს მიერ გაცემულ რჩევას პირადად ჩემ თავზე გამოვსწრე.